კიდევ ერთხელ გამომშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივიტეტი, თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. ჩვენ ბატონ უკაცრავად ბატონ ვაჟასთან ერთად გავაგრძელებთ ახლა საუბარს. ბატონო ვაჟა, თითქოს დამთავრდა სახელმწიფო პოლიტექნიკური სახელმწიფო უნივერსიტეტის პრობლემა? თუ ესეც რაღაცა ფარსია? ახლა გარეგნულად საპიაროდ შეიძლება ვთქვათ, რომ შეჩერდა გაერთიანების პროცესი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის, მაგრამ აი ესეთ შედარებას გავაკეთებ მე, რომ საერთოდ აქ აქცენტი ძირითადად მიმდინარეობს შენობებზე. შენობების ხელში ჩაგდება და შენობების გაყიდვაზე, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ეს არა სწავლის პროცესის ამაღლებაზე და რაღაც სტუდენტთა მომავალს კი არ ეხება და სამუშაო ადგილების შექმნას. პირიქით, საქართველოს ტექნიკურ, ახლა კოტები ხო გამოცხადდა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს წაართვეს 4 ფაკულტეტი. ის 4 ფაკულტეტი იყო დიდი შემოსავლის წყარო უნივერსიტეტისთვის, რომელიც ამით ინახავდა ისეთ საინჟინრო ფაკულტეტებს, როგორიც არის მექანიკა, მანქანათმშენებლობა, ავტოსაინჟინრო, მეტალურგიული და ასე შემდეგ. და რატო? ეროვნული წარმოების დანგრევისა გამო მოთხოვნილება ამ ინჟინერის ამ სპეციალობებზე არის ნაკლები. და თუ ხელისუფლებას უნდა, რომ საქართველოში საინჟინრო ინტელიგენცია და მათი ცოდნის დონე ამაღლდეს, პირიქით, სამუშაო ადგილები უნდა შექმნას, წარმოება, ეროვნული წარმოება უნდა აღორძინოს. ანუ ის ქარხნები, ავტოსაინჟინრო ქარხანა იყო, მანქანათმშენებელი ქარხანა იყო, ჩარხშენებელი ქარხანა იყო, ელმოვამშენებელი ქარხანა იყო, ავიამშენებელი იყო, მეტალურგიული, ქიმიური, ეს ყველაფერი უნდა აღორძინოს, თუ შენ გინდა რომ ქვეყანა ძლიერი პოტენციალი აქვს საქართველოს. როგორ არ აქვს პოტენციალი, რომ აქ იმიტომ იყო, რომ იმ დროინდელ საბჭოთა იმპერიაში ჩვენ მეორე-მესამე ადგილზე ვიყავით ჩვენი ეროვნული მრეწველობით და ჩვენი მრეწველობის პროდუქცია გადიოდა ევროპის ქვეყნებში, ეს იქნებოდა პოლონეთი, ეს იქნებოდა ბულგარეთი, ეს იქნებოდა უნგრეთი თუ სხვა და კაპიტალისტურ ქვეყნებშიც. და ჩვენ აი ამითი ფაქტიურად ნელ-ნელა ვსპობთ ტექნიკურ უნივერსიტეტს, ანუ გპ-ს, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს ყოფილს. ჯერ ერთი თვითონ უნივერსიტეტი და უნივერსიტეტის მცნება თავის თავში მოიცავს უნივერსალურ განათლების მიღებას, ხო? ჩვენ თუ ვედრებით კემბრიჯის, ოქსფორდის, მასაჩუსეტის უნივერსიტეტს, ინსტიტუტს და იმათ, მაშინ უნდა ვნახოთ, რომ ყველგან არის ესეთი სოციალური სამართალმცოდნეობის ჰუმანიტარული ფაკულტეტები. ახლა უბრალოდ ელემენტარულად ვიტყვი, აი მაგალითად თეოლოგიის დეპარტამენტში, ხო, ჩვენთან დაიხურა თეოლოგიის სადოქტორო პროგრამა. ანუ რას ნიშნავს, რომ აქამდე ხომ მოდიოდნენ, უდიდესი საქმე გააკეთა თავის დროზე კათოლიკოს პატრიარქმა, დიდმა ქართველმა აკადემიკოსმა და მეცნიერმა ივერი ფრანგიშვილმა, გამოჩენილმა მეუფემ და მამულიშვილმა, მეუფე ანანია ჯაფარიძემ, აი ამ 3 ადამიანის დიდი რუდუნებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა თეოლოგიის კათედრა. ანუ თეოლოგიის კათედრა, ღვთისმეტყველების კათედრა ევროპის ყველა უნივერსიტეტშია. მე აღარაფერს ვამბობ რუსეთზე და რაღაც ასეთ ქვეყნებზე, რომ არ თქვან, რომ რუსოფილი. ტექნიკურ ინსტიტუტებში. ხო, ყველგან არის აბსოლუტურად თეოლოგიის კათედრა და იმიტომ რომ უნივერსიტეტი ამის გარეშე წარმოუდგენელი. ეხლა ესე იგი გააჩერეს დოქტორანტურა, ხო? რას ნიშნავს ესე იგი, რომ შესაბამისად ის სადოქტორო შრომები არა, დღესაც დაცვა იყო. აღარ იქნება ამ კუთხით კვლევები არა, მილევად რეჟიმშია, მილევადი რეჟიმი ნიშნავს, რომ შენ დოქტორანტი აღარ გეყოლება, ამ კუთხით კვლევები არ წავა, საქართველოს ეკლესიის ისტორიის კუთხით მიდიოდა კვლევები, ხო, ჩვენი პროფილი გქონდა პატრიარქის კურთხევით. როგორ საქართველოს ეკლესიის ისტორიის კუთხით კვლევები არ არის საჭირო? როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა არის. თვითონ საქართველოს ეკლესიის ისტორია გადაჯაჭულია ქართველიერის ისტორიასთან, ხო?
ეს არის უმნიშვნელოვანესი ბალავარი, რომელიც ჩვენი ერის იდენტობას განსაზღვრავს. ჩვენ ახლა გადავჭერით ამის ძარღვები, ხო? თქვათ სადღაც 2 წელიწადში აღარც ერთი დოქტორანტი აღარ იქნება რა. იგივე ხდება სხვა, თქვათ იგივე აგრარული ფაკულტეტი და ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი მოაშორეს, იქით თვითონ სოხუმის უნივერსიტეტში გადაიტანეს. სოხუმის უნივერსიტეტი თვითონ ეს პოლიტიკური ერთეული არა, მარტო საგანმანათლებლო ცენტრი, არამედ პოლიტიკური ეს თვითონვე გააკეთეს განცხადება, მე არაერთხელ თქვი ეს რომელიღაც ეთერშიც რომ ბატონი კვაშილავა გამოვიდა თუ არ ვცდები ცნობილი ისტორიკოსი ამ აფხაზეთის უნივერსიტეტიდან და თქვა რომ ჩვენ ლტოლვილები ვართ ჩვენ ხვალზე გუნა დავბრუნდეთ ჩვენ მშობლიურ ქალაქში სოხუმში ხო რას გვიკეთებთ ხალხო გვანგრევთო ეს აბსოლუტურად უმეცარი გადაწყვეტილებაა სოხუმის უნივერსიტეტის მიმართ აბსოლუტურად უმეცარი გადაწყვეტილებაა სხვა უნივერსიტეტების მიმართ იგივე რეგიონალური ფაქტიურად ყველა უნივერსიტეტების მიღების კონტინგენტი შეამცირეს ეს იქნება გორის, თელავის, ზუგდიდის თუ ასე შემდეგ. თქვათ, თუ ქუთაისის, თუ ღებულობდნენ მაგალითს ვამბობ, თქვათ 1000 კაცს, ეს 1000 კაცი დაიყვანეს სადღაც 200 კაცზე, 300 კაცზე. აბიტურიენტს გულისხმობს. დიახ, და ეს რას ნიშნავს? როდესაც კონტინგენტი მცირდება, შენ ავტომატურად მცირდება პროფესორ-მასწავლებელთა ოდენობაც, ხო? შემდეგ წლებში კიდე ამბობ, რომ იცი რა, მე არ მჭირდება ამდენი იურისტი, ამდენი, რატო არ გჭირდება? კაცო, ბაზარი განსაზღვრავს კონკურენციას, ხო? შენ შექმენი სამუშაო ადგილები, შენ ხელისუფლება რო ხარ. შენი ხელისუფლების წყარო არის ხალხი, დებილები ხო არა ვარ ჩვენ, არა? კონსტიტუციაში გვიწერია ხელისუფლების წყარო ხალხი, შენ ხარ ჩემი დაქირავებული და შენ ვალდებული ხარ, მე მომემსახურო. და რა ის რომ შენ რო დაინიშნე 16 და 17000 ლარი ხელფასი და კუდი ყავარზე გადებული და 104 და 107 წლის უნივერსიტეტს 4 წლით არჩეული ხელისუფლება ანგრევ. ხო? აი ეს ყველაფერი არის გადაჯაჭული ერთმანეთზე. მეორეც თუ ჩვენ განათლების დონის ამაღლება გვინდა, ნინო სახლის მშენებლობა ზედასართულებიდან არ წარმოებს, სახლის მშენებლობა საძირკვლიდან იწყება, ხო? ჩვენ სკოლა დავანგრიეთ, ხო? ლომაიას 2005 წლში ამოქმედებული განათლების კანონით მთლიანად დავანგრიეთ ჩვენი ეროვნული განათლების სისტემა, რომელმაც გაუძლო სამოქალაქო ომებს, გადატრიალებებს, გადმოტრიალებებს, აფხაზეთის დაკარგვას, სამაჩაბლოს დაკარგვას, ამას პედაგოგიურმა კოლექტივებმა შეძლეს შეენარჩუნებინათ ეს დიდი ენთუზიაზმით, ზოგჯერ უშუქობის სიცივის პირობებში, უხელფასობის პირობებში შეენარჩუნებინათ განათლების სისტემა. ჩვენ რა ვქენით ეს პედაგოგები ზოგი გავყარეთ, გამოვეცეთ ბრძანება რომ პენსიონერები წადით სახში ფულს მოგცემთ ახლა ეს იყო შეგნებული დანგრევა და მე ქართულმა ოცნებამ რა გააკეთა? აი რო ეთქვიან საკონტროლო გასროლა გაუკეთა სკოლების განათლების სისტემას, როდესაც კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები მოხსნა. ეს იყო უდიდესი შეცდომა, ეს იყო სასკოლო რეფორმა, რომელმაც სკოლამ მთლიანად გააცამტვერა. ანუ ჩვენ ვიცით რომ მე-5 კლასიდან ბავშვი ეჩევეოდა ეს საბჭოთა განათლების სისტემა არ იყო, სტალინმა შემოიღო პრუსიული განათლების სისტემა, რომელიც ახლა წარმატებით მოქმედებს იგივე გერმანიაში, იგივე დიდ ბრიტანეთში და ამ სისტემის მიხედვით მე-5 კლასიდან იყო კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები და ბავშვი მობილიზაციას ახდენდა ყოველ გაზაფხულზე, იგი ძირითად საგნებს საბუნების მეტყველო საგნებს, ასევე მშობლიურ ენას და ლიტერატურას, ასევე მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიას და ამ საგნებს აბარებდა და ის უკვე, როდესაც ამთავრებდა სკოლას, მომზადებული ხდებოდა ძალიან ბევრი ახალგაზრდა და სასჭირდებოდა რეპეტიტორთან მომზადება, რადგანაც უკვე ისეთ ცოდნის დონეს აძლევდა სკოლა, ისეთი მარაგი ჰქონდა ცოდნის, რომ ჩვეულებრივი ოჯახი შეეძლო ჩაებარებიან უნივერსიტეტებში და ინსტიტუტებში. პრობლემატური იყო გასაგებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი განათლების სისტემა ნამდვილად ესეთი რომ დღეს შენ სკოლიდან მოყავს კონტინგენტი, რომელმაც გამრავლების ტაბულა არ იცის და სიტყვების მარაგი არა, სიტყვების მარაგი არ იცის
დაწერილი იქიდან შინაარსი ვერ გამოაქვთ, ანალიზს ვერ უკეთებს, ხო? ეს ყველაფერი სკოლას უნდა ესწავლებინა. ჩვენ რა გავაკეთეთ? ვისაუბრეთ ბავშვთა უფლებებზე, ამაზე, იმაზე, ყველაფერ უფლებებზე ვლაპარაკობთ, მაწანწალად ძაღლების, კატების, იმის, ამის და არ ვლაპარაკობთ მის აღმატებულება მასწავლებელზე, რომელმაც უნდა გაზარდოს მომავალი თაობა. ყველაზე დიდი უფლება უნდა ჰქონდეს მასწავლებელს. ყველაზე დიდი ხელფასი უნდა ჰქონდეს სკოლის მასწავლებელს. ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა, რომელმაც მომავალი თაობა უნდა გაზარდოს და მიიყვანოს უნივერსიტეტის კარებთან არის მასწავლებელი. ჩვენ ეს წავშალეთ ეს ყველაფერი. ჩვენ ეს გავაცამტვერეთ და ლომაიას განათლების შესახებ კანონით, რომელიც არ შეცვალა ან თუ შეცვალა რაიმე უფრო გააუარესა ქართულმა ოცნებამ, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და დაანგრეული განათლების სისტემა, უცოდნარი თაობა და რატო ხდება ეხლა დავსვათ კითხვანი. დიახ. გონიათ რომ ეს შემთხვევით ხდება, არა? არა. მე ხშირად მიყვარს ხოლმე ამ ტერმინის, ამ წერლის იტალიელი ცნობილი მწერლის ჯოვანლის რომანი სპარტაკი, სადაც იგი განმარტავს მონის სტატუსს. მონის ცნობიერების პორტრეტს გვიხატავს და ძალიან მოკლედ აქ დიდი ის არ არის. ერთ დიალოგში და იქ ამბობს რომ მონა უნდა იყოს მშიერი და უცოდინარი. რომ ადვილად მართოს მონად ფლობელმა. მერე ნუ კაი არის მერე განმარტებები რომ მშიერი ფიზიკურადაც სუსტი იქნება და ვერ შეებრძოლება უცოდინარი რომ ამას ადვილად და ნუ ანუ აი ეს აქსიომა იქ მოყვანილი გნებავთ აი განმარტება 21 საუკუნეში წარმატებით მუშაობს. ახალი მსოფლიოსთვის სწორედ ეს არის შემცირებული კაცობრიობის რიცხვი და აბსოლუტურად უცოდინარი მოსახლეობა. ანუ ფუნდამენტი ჩვენ ცოდნისა მოსვეთ სკოლებში, სკოლების განადგურებით. მე აღარაფერს ვამბობ იმ სახელმძღვანელოებზე, იმ იდიოტურ სახელმძღვანელოებზე, იმ მაფიაზე, რომელიც სახელმძღვანელოთა გრიფირებას ეხება. ეს ხო ცნობილი მაფია ხო ეს იყო ჯერ კიდე ყველა განათლების მინისტრის დროს იყო ეს ყველა პრემიერის დროს იყო ესა და აი ეს სახელმძღვანელოები სასკოლო სახელმძღვანელოები ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას აი ახლა რამდენჯერმე რომელიღაც ეთერებში მიმიტანია და წამიკითხია და უცინიათ ხალხო ეს რა უბედურებაა რა არის ხო გარდა ამისა კიდე ერთი მომენტი ნინო და მორჩები განათლებაზე საუბარს ეს არის საათობრივი განაწილება ნახე როგორ აკეთებენ ვითომ ძალიან გულდამწვრები არიან მომავალ თაობას სინამდვილეში მომავალ თაობას ზრდიან მონებად ანუ საქართველოს როგორც კოლონიური ქვეყანა განიხილება ისე და მონებად ზრდიან და რატო საათური განაწილება საგნებისა არის სპეციალურად შერჩეული რომ ბავშვმა სრულყოფილად ვერ შეისწავლოს ვერც მშობლიური ქართული ენა და ლიტერატურა ვერც მათემატიკა ვერც ისტორია ვერც ფიზიკა და საერთოდ საბუნებისმეტყველო რატო დამატებული აქვს რაღაცა მუსიკა ხელოვნება ხტუნვა ცურვა ჭადრაკი აი იმხელა იდიოტიზმია აი ამის შედგენაში ჩადებული შეგნებული ბავშვის გამოსატვინებელი გამოსათაყვანებელი შეკაი ადამიანო თუ შენ გინდა რომ მუსიკა და ჭადრაკი ისე უნდა იყოს დამატებული ისე გააკეთე ცალკე წრე იგივე სკოლაში ხო რომ აი მუსიკის მასწავლებელია რომელსაც აქვს წრე ყველა სხვა რა აქვს მუსიკალური სმენა ისევე როგორც პოეტური სმენა ხო ეხლა მე შეიძლება პოეტი ვარ მაგრამ მე კაი ფეხბურთელი ვერ ვიქნები ხო კაი ფეხბურთელია თქვათ კვარაცხელია ხო და მიქაუტაძე იმას თავისი ნიჭი აქვს ხო აქ სკოლაშიც იგივეა რა ვიღაცას აქ ქართული ენის და ლიტერატურის ნიჭი მაგრამ შენი საათებს უმცირებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში და რაღაცა ჭადრაკზე მიყავს თუ ჭადრაკის თამაში უნდა ხო იმ გოგონას და აქ ნონა გაფრინდაშვილის და ნანა ალექსანდრიას ნიჭი მაშინ ის ივლის იმ წრეზე შენ ასე რამდენიც არ უნდა უტარო გავკვეთილი ის იმ დონეს ვერ აკაჩავს რომ მსოფლიოს ჩემპიონი და ის გახდეს ამიტომ ეს შეგნებულად ხდება ამიტომ აი ეს მთლიანი სისტემა არის ახლიდან გასაკეთებელი განათლების სისტემა
და ამას ახლა იმის მაგივრად რომ ჩვენ აი ამაზე გვეზრუნა რომ სასკოლო განათლების სისტემის რეალური ეროვნული რეფორმა ჩატარებულიყო რაღაც კონათიშაური განათლების მინისტრების ცვალებადობით ხან ყოფილი პოლიციელი მოყავს თუ პოლკოვნიკი მოყავს ხან ის მოყავს რა ქვია კომბლესთან მეომარი ვიღაცა ხო აი გაურკვეველი ბიოგრაფიის ხალხი ინიშნება განათლების მინისტრებად ყველა განათლების მინისტრი ახალ რეფორმას იწყებს და ჩვენ გვჩება გაუნათლებელი თაობა რომელმაც არ იცის ვისი გორისა და ჩვენი მტერიკი ხითხითებს კვება სიცილით. აი ამაშია საქმე. რაშია ესეც გარკვეულად საზოგადოების ძალია. ჩვენ ძალიან ბევრს ვითმენთ და ეხლა ეს მოთმინების ფიალა რომ ივსება ეს ხელისუფლებამაც იცის ბატონო ვაჟა და ისეთ კანონებს იღებს ამაზეც ვისაუბროთ რომ მე მიკვირს თუ ვერ ხვდებიან რომ ამეთი საკუთარ თავს აი ჩიხში მოიქცევენ იმიტომ რომ და მე რატოღაც გონია უკვე მეორე გადაცემა ვამბობ ამ ყველაფერს ძალიან ცუდად შეეწირება კობახიძე მაგრამ ჩვენ არ უნდა დავიჯეროთ რომ ეს მხოლოდ კობახიძეს ბრალია პასუხი ივანიშვილსაც მოეთხოვება რა თქმა უნდა ხო ესე გამოდის რომ ყველა პრემიერი დასაჯერია ცუდია და ივანიშვილი არის მარადიული მაისი და ჩიტები ჭიკჭიკებენ ესე არ არის აი სხვათა შორის აი ამ კანონებთან დაკავშირებით მე ვთხოვე ბატონ გელა ნიკოლაიშვილს რომელსაც იცნობთ თქვენს ყველა ვიცნობთ გელა არის ერთ-ერთი ერთად ვიყავით პარლამენტის წევრები. დიახ და არა ესეთი უფლებადამცველი ესეთი ადვოკატია რომელსაც მჯერა მაგალითად და ვიცი რომ გელა რაღაც ძალიან რეალურად აზროვნებს კანონებთან და კანონმდებლობასთან დაკავშირებით მე ვთხოვ ჩვენს ოპერატორს რომ იქნებ დაგვაკავშიროთ ბატონ გელასთან ხო საინტერესოა გელას განმარტებები ამ ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით გესმით ჩვენი გელა მეტყვილად არ ვთქვი დიდი ხანია გიცნობ და ვიცი რომ შენთვის ყველაზე მთავარია ის სიმართლე და ის რეალობა რაც გვაქვს ხოლმე წლების განმავლობაში ამიტომ მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვა ცუდია რომ ჩვენთან სტუმრად არ ხარ გელოდების სტუდიაშიც უფრო ვცრად რომ ვისაუბროთ გელა აი ეს ახალი კანონი რომელზეც არის საუბარი ალბათ ხვდები რომ მე თუ არ ვაღიარებ დაუშვათ რაღაც კონსტიტუციურ ინსტიტუციას ხო მე ეგრევე სისხლის სამართლის კანონმდებლობით ვისჯები და მე ხო შეიძლება აი მიმაჩნია დაუშვათ რომ ისა არჩევნები გაყალბდა და ამას ხმამაღლა ვამბობ ამიტომ აი ხო რომ განვაცხადო მე ან დამაჯარიმებენ ან ისა სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ რატომ კონსტიტუციაში გამოხატვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუციები ალბათ დამეხმარები ხომ ისა დამეთანხმები და რატო ცდილობს დღევანდელი ხელისუფლება აი რაღაცა მოტყუებით რა ფოჩიანი კამფეტებით შეგვიყვანოს ამ ჩიხში მე ჩემზე კარგად იცი ხო რომ ყველა კანონში ხვრელი არსებობს და იმ ხვრელის გამოყენება როგორც გინდა ისე შეიძლება გამოიყენო ეს ხვრელი აი შენი აზრი მაინტერესებს მე მაქვს ჩემი შეხედულება იგივე კონსტიტუციურ ინსტიტუციებთან აი ბატონო ვაჟამ ბძანა ქართულ ხელისუფლების წყარო არის ხალხი ესეც ხო კონსტიტუციური ის არის ნორმა ხო და რატო ირღვევა მაშინ მე რა ჩვენ რა უნდა ვქნათ არ უნდა უჩივლოთ მაშინ ხელისუფლებას ნახა მეუტრირებას ვახდენ მაინტერესებს შენი აზრი კიდევ ერთხელ მოგესალმებით და სხვა შორის გუშინ იყო ზუსტად ამ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით მაკრონმა განაცხადა რომ გამოხატვის თავისუფლება ჩარჩოების გარეშე არ არსებობს და ამიტომ ჩარჩოები უნდა კონდეს მასო და ამიტომ უნდა ძალიან დიდი გულისწყრომა დაიმსახურა და კრიტიკა დაიმსახურა ბევრი ადამიანისგან არა მაპატე მაგრამ რაღაც გარკვეული ჩარჩოები ნამდვილად უნდა არსებობდეს ეხლა მაგაში მე თუმცა მაკრონმა სხვა რამე იგულისხმა და არა ის ელემენტარული ჩარჩო რაც თანსდებს სიტყვის თავისუფლებას და გამოხატვის თავისუფლებას ამიტომ მივალ თუ შეგვაქვს დრო რომ ცოტა შორიდან დავიწყო ესე იგი ბოლო ხანებში მთელ სოფლიოში გამომდინარე გარკვეული ცვლილებებიდან და საჭიროებებიდან ისეთი კანონები მიიღეს რომელიც 10 და 20 წლის წინ რომ მიიღო ძალიან გაგვიკვირდებოდა მაგალითად მიიღეს სულ ქვეყანაში
მიტინგებზე, ისე როგორც ჩვენთანაც მიტინგებზე არ შეიძლება ნიღბებით გამოსვლა და სახის დაფარვა. ეს არ იყო ბევრ ქვეყანაში, რაღაცა საჭიროება მოითხოვა. მიიღო ახლა ტრამპმა ისეთი კანონი არადემოკრატიული ემიგრანტების წინააღმდეგ, რომელიც მთელი გამოსვლებით აღინიშნა. მიიღეს კანონი სოციალურ ქსელებში შეზღუდვების წინააღმდეგ და ახლა თუ არ ვცდები დანიამ მიიღო თუ იღებს ახლა კანონს რომ 15 წლამდე ასაკის ბავშვებს საერთოდ აეკრძალოთ სოციალური ქსელებით სარგებლობა. ბევრი ისეთი უცნაური კანონები, უცნაური ერთი შეხედვით და რა თქმა უნდა ახლა იმ უცნაურ კანონებს შორის არის იგივე ტროტუარზე დგომისთვის დაკავების კანონი, რომელიც ჩვენთან ესე არის ახსნილი, რომ თითქოს ტროტუარზე თუ დადგები დაგაკავებენ, რეალურად ახლა ყოველდღე არის მიტინგები და ამ ტროტუარზე დგომისთვის რო აკავებდნენ მხოლოდ ათასობით ადამიანი უნდა იყოს დაკავებული. თუმცა ტროტუარზე დგომისთვისაც აკავებენ, გელა. რა თქმა უნდა, ბოროტათა შეიძლება იყოს გამოყენებული, მაგრამ არსი არის ის, რომ ამ ტროტუარზე დგომა ხელოვნურად, ისევე როგორც ხელოვნურად ქუჩის გადაკეტვა, მარონა შეუშალოს სხვებს ხელი. ახლა რაც შეეხება იმ კანონს, აი, მაგალითად, მაშინ ტროტუარზე დგომასთან დაკავშირებით გეტყვი. აი, მაგალითად, რაღაცა პროტესტს გამოვხატავთ, ხო? ეხლა ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილში ისეთ თემებზე იყო საუბარი, რომ მე სიამოვნებით მაგალითად გამოვხატავ პროტესტს ამ პრობლემებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მართლა იძირება უკვე ერიც ნადგურდება და მიწაწყალიც იყიდება საქართველოსი. მე მაქვს მაგალითად და ჩემს თანამოაზრეებს არა გვაქვს უფლება ქუჩის გადაკეტვის წინააღმდეგი მეც ვარ, როცა 5 კაცი გადაკეტავს ან 10. როცა ბევრი ხალხია ქუჩა თავისთავად გადაიკეტება, მაგრამ მე ხო მაქვს ჩემს თანამოაზრეებს 10 ადამიანს ტროტუარზე მაგალითად ვიდგე პარლამენტის წინ ტროტუარზე და გავაპროტესტო ის რაც მე კონსტიტუციურად რისი უფლებაც მაქვს. მაშინ რატო ყოველთვის შეუძლია აი მხვრელებზე გეუბნები. შეუძლია მითხრას რომ აი შენ გადაკეტე ტროტუარზე მოძრაობა. რას ნიშნავს ახლა? მე მაგას ვამბობ, რომ ისევე როგორც ქუჩის სამოძრაო, მანქანის სამოძრაო ადგილები არ უნდა გადაკეტოს 10-მა და 20-მა კაცმა და თუ 1000 კაცია, რა თქმა უნდა, მანქანის მოძრაობაც უნდა გადაკეტოს, ასევე ტროტუარზეც თუ არის იმდენი ხალხი, რომელიც ბუნებრივია სხვანაირად ვერ მოიქცევა, რა თქმა უნდა, ეს ტროტუარზეც უნდა გადაკეტოს, ტროტუარზეც უნდა გადაიკეტოს, მაგრამ აქ ლაპარაკია ხელოვნურად ხელის შეშლაზე გამლელებისთვის, თუმცა ისე ვიმეორებ, ამის ბოროტად გამოყენება შეიძლება და ყოველგვარი იმის გარეშე რომ თქვათ მე არ უშლი სხვას, მაგრამ მოვიდეს თუ ჩემზე გადაკეტებულია ვიღაცა პოლიციელი, სამართალდამცველი, მიზანში ვყავარ ამოღებული და ყოფილა ეგეთი შემთხვევებიც, რომ ადმინისტრაციული წესით დამაჯარიმოს და მეორეც არის თუ არ ვცდები უკვე სისხლისამართლებრივი წესი. აი ეს რისი ბრალია? ამ კანონის მიღების ბრალია, იმიტომ რომ ყველა კანონს ხვრელი აქვს, ხო? და როცა შენ იღებ ისეთ სათუთ კანონს, რომელიც შეუძლია ნებისმიერმა გამოიყენოს როგორც უნდა, ეს ამაზე პასუხისმგებელი ვინ არის? გეთანხმები, რომ ეს არის ძალიან აი რაღაცა ორლესული מחვილივით არის და ძალიან ბეწვის ხიდზე შეიძლება გაიარონ, თუმცა ისე ვამბობ, როგორც ქუჩის გადაკეტვის დიდი ხნის განმავლობაში ვერაფერი ვერ უშველეს და ის მიიღეს კანონი და იმის შემდეგ უშველეს ქუჩის გადაკეტვას, ამ შემთხვევაში ესეც პრევენციულია და სახიფათო კანონია გეთანხმებით, მაგრამ შარშან და შარშანზე და 10 წლის წინ ჩვენ ხო აზრათაც არ მოგვიდოდა, რომ შეიძლება ეს კანონი საჭირო გამხდარიყო და ამიტომ ვამბობ, რომ რა თქმა უნდა ეს გარემოება მოიტანა, მაგრამ გარემოება მოიტანა ისიც, რომ უნდა იყოს ძალიან კაფიოდ განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეიძლება ეს გამოიყენო ეს კანონი და რა შემთხვევაში ბოროტად. იგივე მაგალითად არის კანონი, იყო რომ დანის ტარება არის აკრძალული. და ეხლა მაგალითად ისე გაამკაცრეს, თან იყო ესეთი რაღაცა ჩაწერილი, რომ მანქანაში შეგიძლია გქონდეს დანა. ეხლა უყურეთ როგორ შეცვალეს ეს კანონი, დანა
არ უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას, თორე ეს უკვე 500 ლარიანი ჯარიმაა და ეხლა ეგრეთ წოდებული ბარდაჩოკი მანქანის გვერდზე ადვილად ხელმისაწვდომია, ხო? აბა სადუნდა წაიღო დანა, ხო? მანქანაში როცა გიდევს. მანქანაში ჩვეულებრივად დაშვებული იყო. ეხლა უკვე ისეთნაირად ბუნდოვნად არის, რომ ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას ვინ როგორ შეაფასებს. მე ვაფასებ, შეიძლება საბარგულში გედოს დავა და იმან ჩათვალოს, რომ ადვილად ხელმისაწვდომი ადგილია და ამიტომ გაჯარიმებ. აი ესეთი ბუნდოვანება საშუალებას აძლევს სამართალდამცავებს, როდესაც უნდა ბოროტად გამოიყენონ. სულ ახალხანს არის ხო 16 წლის ბიჭმა რო ჩაიწერა ის პოლიციელის მხრიდან ეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფები და როგორ მოქმედებდა და ეს ხო არ არის გამონაკლისი შემთხვევები. სამწუხაროდ ეს არის საშუალება ამ ეს კანონები აძლევს საშუალებას უსინდისო პოლიციელებს, რომელსაც გეგმა აქვს შესასრულებელი, რომ არა 16 წლის ბიჭიც კი არათუ სრულწლოვანი ადამიანები ესე მოექცნენ. კარგია რომ ის სამაგალითოდ დაისაჯა ის პოლიციელი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმ პოლიციელის გარდა კიდევ იქ ვისი ხმებიც ისმოდა, ისინიც უნდა ყოფილიყვნენ პასუხისმგებაში. ბატონო გელადა, მაშინ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ აი ესე გამოაშკარავოს ამდენი უსვინდისო სამართალდამცავი, ხო? პოლიციელი. მაშინ რატო იღებს ესეთ კანონს, ბატონო გელადა? ეხლა რაც თავარია, აი ამ ბოლო კანონზე რო ვისაუბროთ. მე ვიცი რომ თქვენ ხართ ოპოზიცია. და მე გააპროტესტებ თუ არა დაუშვათ აი ესეთ ბუნდოვან კანონებს და ეხლა იმ კანონს რომ ეხლა მე და ბატონი ვაჟევ საუბრობთ, მაგალითად მიგვაჩნია რომ რაღაც გარკვეული კონსტიტუციური ინსტიტუციები, სახელმწიფო ინსტიტუციები არ არიან მართალი. ამის გულისთვის ჩვენ რატო უნდა დავისაჯოთ, ეს არის? უნდა გავიგოთ, რა თქმა უნდა, ეგრეთ თუ გაიგებ და ეგეთი ბუნდოვანება იქნება, რომ აი მე თუ ვიტყვი, რომ მე შენ არ გცნობ, ეს სისულელეა, რომ ამის გულისთვის ვინმე იქნას რეპრესირებული, გინდა ადმინისტრაციული და გინდა სისხლის სამართლის წესით. აბა რა შემთხვევაში? ლაპარაკია იმაზე, რომ მასობრივად რომ არ ცნოთ ინსტიტუტები არაკანონიერად იყოს მიჩნეული და აი დაახლოებით ისეთზე რომ 4 ოქტომბერს ვიწყებთ და 4 ოქტომბერს ვამთავრებთ. არაკანონიერია ეს. არა, ეს მესმის და ამას ახალი კანონიც არ სჭირდებოდა, ბატონო გელა. და დავამხოთ. არა, მესმის, მაგრამ სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ეხა მეც იურისტი ვარ და თქვენ ადვოკატი და ჩემზე უკეთესად სულ ყოველდღიური შეხება გაქვთ. სისხლის სამართლის კანონმდებლობა ამას აწესრიგებს. აი ამის მე ხა არანაირ დამხობას მხარს არ უჭერ, არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ რამდენი დამხობაც მოხდა და რამდენი რევოლუცია ძალიან ცუდად შემოუტრიალდა ჩვენ სამშობლოს და ჩვენს ხალხს და ამისთვის მაგალითად მე სამაგიეროდ მინდა რომ აი ამ პროტესტით და რაღაც ქართულ ხალხის გაერთიანებით ეს პროტესტი გამოვხატოთ. ამისი ნამდვილად სურვილი მაქვს, იმდენი პრობლემა არის დაგროვილი, ხო? იგივე ამ კანონების წინააღმდეგ და რას ნიშნავს დაუშვათ ამ შემთხვევაში რამდენად დაცული ვართ ჩვენ. აი არა ვართ 1020 კაცი ვართ. ტროტუარზე ვდგევართ და ვაპროტესტებთ კონსტიტუციური ინსტიტუციების მიერ მიღებულ არასამართლიან კანონმდებლობას. ვერავინ ვერ გახლებთ, თუ გახლებთ, ესე იგი თვითონ არ ღვევენ ამ კანონს. თუ თქვენ ის 20 კაცი ხელოვნურად მე რომ მივდივარ ან სხვა რომ მიდის ქუჩას არ გადაუკეტავთ და არ ეთქვით რომ ჩვენ შენ არ გაგატარებთ. არა, ეს მაგაზე ლაპარაკიც მეტია. მე შენ არ გაგატარებ, ეს რა წესია? ეს ზალადობაა. ვინ ბოროტად გამოიყენებს და ვინ სამართლებრივად და ვინც არასამართლებრივად, ეგ მეორე ამბავია. აი ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ რომ ნებისმიერი კანონი თუ ის თავისი არსით მოწოდებულია კანონის და წესრიგის და სამართლის დასაცავად, როგორ უნდა დავიცვათ, რომ სხვა ბოროტად არ გამოიყენოს სხვა ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს სამართალდამცავი, რომელიც არაკეთილ სინდისიერად. მაგრამ იცით რა არის, აი ჩვენ ხო ვიცით რომ დანაშაულს ხელი არ უნდა შეუწყო ამ ამ პოლიციელებსაც რატო ვაძლევთ იმ мотиваციას, რომ გინდა თუ არა დაარღვიონ კანონი. აი ესეც ხო პრობლემაა ასეთი კანონების, არა და თქვენ თუ აპირებთ გაპროტესტებას, რომ ასეთი კანონები უფრო ჩამოყალიბდა
ჩამოყალიბდეს და უფრო ჩამოყალიბდეს ცუდი გაგებით არა. ბუნდოვნება რო არ იყოს, ხრელები რო არ იყოს რა და არ იყოს მიზეზი, აი ცდუნება. ამ შემთხვევაში ხელისუფლება თავისი კანონებით აცდუნებს პოლიციელებს. მე ასე უყურებ ამას რა. იმიტომ რომ პოლიციასაც წითელი ხაზი აქვს. როცა იმ წითელ ხაზს ვერ ხედავს, ის აძლევს თავის თავს ზედმეტ მაგრამ მაცდუნებელი არის ამ შემთხვევაში ხელისუფლება. კი ბატონო, აი ახლა წეგან სწორედ ეგ მაგალითი მოვიყვანე, ის დანის ტარება არის თუ დანის ქონა მანქანაში, აი ესეთი ბუნდოვანება, რა თქმა უნდა, იმ კანონსაც და ყველა მსგავს კანონსაც მე ვაპროტესტებ და გავაპროტესტებ, რომელიც იქნება იმის შესაძლებლობას მისცემს ადამიანებს, უბრალოდ ხელისუფლების გაპროტესტება ერთია და რეალობა მეორე. დაამთავრე. უბრალოდ გამოიხსენონ ეს კანონები. ეს ყველა კანონი, რა თქმა უნდა, არის სრული უფლება გვაქვს ჩვენ ნებისმიერ მოქალაქეს, რომ ეს კანონი გააპროტესტოს ან მოითხოვოს, რომ კაფიო იყოს ეს კანონი, რა შემთხვევაში შეუძლია გამოიყენოს ეს მოქალაქის წინააღმდეგ და რა შემთხვევაში არ შეუძლია. იგივე ტრეკის დროს, აი ბოროტად იყენებენ, მაგალითად ვალდებულება რო აქვს იმას რა ქვია პოლიციელებს რომ სამხრე კამერებით გადაიღონ გაჩერება და დათვალიერება, ნუ ამას ხრეკას არ ეთახია დათვალიერება, ხო? ვალდებულება რო აქვს ხშირ შემთხვევაში ისინი ამბობენ გამორთული იყო, დამჯდარი იყო, გაფუჭებული იყო, როცა არ უნდა და ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს თვითონ უნდა კონდეს უფლება და ტელეფონს არ უნდა ართმევდეს ის პოლიციელი, რომ თვითონვე ან მისმა თანხმლებმა პირმა ან თვითონ მარტო თუა თვითონ გადაიღოს ეს ყველა პროცედურა, რომ ახლა ეს ჩადებები და რაღაცაც იშვიათი არ არის, ხო? რომ ამისგან იყოს დაცული. აი ესეც პირდაპირ უნდა იყოს. და კიდე სახში რო შედიან ჩხრეკაზე, მაგალითად ჩვენ ვისაუბრეთ ერთ-ერთ გადაცემაში, არა, როცა რაღაცას ჩადებ და ამოიღებ, მერე კი არ უნდა გადაიღო. პოვნის, ხო, და მოწმეები აუცილებლად უნდა იყოს. ძალიან ბევრი რამ არის ბატონო გელა და იმედია მხარს და გვიჭერთ, როდესაც ჩვენ სერიოზულად დავიწყებთ უკვე პროტესტზე ფიქრს. რომ დავიცოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებები. ეგრეთ საკითხებში. კი ბატონო. დიდი მადლობა. მადლობთ გელა. ახლა ჩვენ ხედავთ რომ ხელისუფლება ირგებს კანონებს თავისი რო გააჭენოს, მოკლედ რომ ვთქვათ რა. ამ ფაქტებს ხვდებით ყველგან, როგორც უმაღლეს ხელისუფლებაში, ისე ქალაქების დონეზე და ასე შემდეგ. ახლა მე მინდა ერთი პრაქტიკული მაგალითი მოვიყვანო, აი ესეთი, ახლა თბილისში უკვე მაღალსართულიანი სახლებით გაჭედილი ტერიტორიების ნახვა უკვე აღარ ჭირს. ფაქტიურად ცარიელი ტერიტორიები არ დარჩა. და ყველა სკვერი თუ ყველა პატარა სათამაშო მოედანიც კი გადატენეს მაღალსართულიანი კორპუსებით. ქართველობა გაწყდა ვისთვის აშენებენ ამ კორპუსებს, ხო? აი მაგალითად ჯანიაშვილის ქუჩაზე, სოფელ დიღმის ყოფილი აი ტოიოტას ზემოთ მდებარე ტერიტორია, ჯანიაშვილის ქუჩა 39-ში აშენებენ მაღალსართულიან სახლს, 7 თუ 9 სართულიან სახლს. 7 თუ 9 სართულიანი მაღალსართულიანი ჩემს საქმე 40 სართულიანი რო ახლა გეტყვით მე ეს არის კერძო დასახლება 2 სართულიანი სახლების თავზე ჯერ ერთი ააშენეს მერე მეორე და როგორ არ არის მაღალი 2 სართულიან სახლს რო 9 სართულს დაადგავ თავზე და აი რომ ვამბობთ ახლა კანონიო შეცვალეს ეს იყო ზონა 2 და 2024 წლის 25 ნოემბერს შეცვალეს ზონა 5-ით თვითონ ქალაქის მერია, მანუ ესე იგი, როდესაც კერძო სახლებია, იქ არ შეიძლება ვთქვათ 7 სართულიანების, 9 სართულიანების ამების აშენება, კორპუსის აშენება, იმიტომ რომ ჯერ ერთი კერძო დასახლება, ბავშვები არის ქუჩა, ხო, პატარა ქუჩაა და მანქანები მიდიოდნენ. შენ ახლა აქ რო უცბად შემოყავს 50 მცხოვრები, 50 მანქანა, როცა იქ არის სულ რაღაცა 5-10 კერძო სახლი უკვე საცობს და იმას ხმნი, ხო? ეკოლოგიურად ამძიმებს სიტუაციასაც. დაიწყო ამ მოსახლეობამ ჩივილი, ხო? აი ესე თავი თვითნებურად შეცვალეს საცხოვრებელი ზონა, 2 ზონა, ნომერი 5-ით და აი დამკვეთები არიან შპს TLT, მათი მოწილები არიან ირაკლი თუშიშვილი და პაპუნა ლონთათიძე, ალბათ ამათ უკანაც დგას ხელისუფლება, მთავრობა, პარლამენტი და აი ესე იგი ფაქტიურად
გადაიტენა ეს სოფელი დიღმის ყოფილი ტერიტორიაც ამ კორპუსებით. თან რა არის ყველაზე სავალალო? თბილისი მდებარეობს აქტიურ სეისმურ ზონაში. აქ რო ღმერთმა არ აქნას მიწისძვრა მოხდეს 6 ბალი და 7 ბალი, მთელი კორპუსები დაწვება, ხო? თან წყალია. და ეხლა აი ამ კორპუსებს რო აშენებდნენ ამ ჯანიაშვილის 29-ში, რო დაარტყეს ბურღები 2 მეტრში წყალი ამოვიდა ამოასხა. დაბლა წყალია. გეოლოგების უარყოფითი დასკვნა რო აქ არ შეიძლება მაღალსართულიანი. ანუ შენ იმ საცხოვრებელ სახლებსაც უქმნის საფრთხეს, რომლებიც ჯანიაშვილის ქუჩაზე არიან განლაგებული. და შენ თავსაც ხო უქმნი და უქმნი. რატო აშენებ, ბატონო? როგორ? იმიტომ რომ შენ ფული გააკეთო ამ ხალხს აგდებ საფრთხეში? რომ შენ მილიონები ჯიბეს ჩაიდო, რა ქართველობა, რა კაცობა, ან ქალაქის მერის არქიტექტურის სამსახური როგორ ცემს ამ ნებართვებს, რომ ესე იგი სანაპირო ზოლზე იქ საბურთალოს ბაზართან გინდა თუ ესე იგი მონანიებაში როა დავაბნელო, მთელი თბილისი დააბნელეს. ფაქტიურად თბილისმა დაკარგა თავისი როგორც ულამაზესი დედაქალაქის, ქართველთა ულამაზესი დედაქალაქის სახე, ის შარმი, ის ძვირფასი იერსახე, რომელიც ჰქონდა, რომელსაც უგალობდნენ პოეტები, რომელსაც შესანიშნავი სიმღერები უძღვნეს საბაძემ, ლაღიძემ და სხვებმა. აღარაფერი აღარ დარჩა იქიდან, არა, გააცამტვერეს ყველაფერი. თბილისი გადააქციეს ცივისად. და ეს ამას ანუ ფაქტიურად ბუღათურგს, აღა მაჰმად ხანს, მურვანყრუს არ გაუკეთებია ის მსახრალი ხელი არ დაუტყვია დედაქალაქისთვის, რაც ამ ხელისუფლებამ დაატყო, ჯერ იმ ხელისუფლებამ და ამან ხო საერთოდ მოუღო ბოლო. ეხლა მას დაუმატეთ ქალაქის ფილტვები, კრწანისის ტყეპარკი, სადაც არაბულ 500,000-იან ქალაქს აშენებენ, ხო? ეს რას წარმოადგენს? ეს რას ნიშნავს და მერე გამოდის პარლამენტის თავმჯდომარე და ამბობს, რომ აი ზემოდან ოლიმპიიდან გადმოიხედა და მის რა ქვია პლატონურ იმაში გონებაში აღიძრა, რომ თურმე რთული ეკოლოგიური სიტუაცია თბილისში. შეკაი ადამიანო, ტყეპარკი არ დატოვეთ, ქალაქის ფილტვები არ დატოვეთ. პატარა სკვერი არ დატოვეთ, სადაც კორპუსი არ ჩაგეთხლიშათ, მაღალსართულიანი, პატარა ქუჩებზეც კი გაუვალი ქუჩები დაავიწროვეთ იმის მაგივრად, რომ თავისუფლად იმოძრაოს ტრანსპორტმა, რომელმაც მოიმატა. თქვენ ესე იგი კორპუსი აშენებთ, სად უნდა წავიდნენ ეს მანქანები, ეს კორპუსთან გამოსული ბავშვები, სათამაშო მოედანი არა აქვს და ვინყიდულობს მერე ქართველობა 2 მილიონზე მეტი ქართველი გასულია ემიგრანტია, ხო? ვინყიდულობს ამ კორპუსებში ბინებს. ესე იგი არა ქართველები, ხო? აი ხლა ქართველი 20% შეძლებულია, ისინი კი თორე 147-მა ადამიანმა იყიდაო ისო საქართველოს მოქალაქემო და აი პაატა აბულაძე მეთქი გააჟღერა, რომ 147 ადამიანიდან საქართველოს მოქალაქიდან 3-ია ეთნიკური ქართველი. აი ამაზეა ლაპარაკი, გამოდიან მე ეს ექსპერტები, ეგრეთ წოდებული ექსპერტები, რომლებიც სულ გაყიდულები არიან ალბათ რა ლაპარაკებთ, რეალობას ვერ ხედავთ. რეალობა არის ის, რომ ქვეყანა გვენგრევა თავზე, ქართულ სახელმწიფოს აქვს საშიშროება შექმნილი, ქართულ სახელმწიფოს, რაც არასდროს ესე აშკარად არ ქონია. აი მე ესე ერთადერთი უფლის იმედიღა დამრჩა რა მე და საზოგადოება კიდე არის ძალიან პასიურ მდგომარეობაში. ის ინსტიტუციები, რომლებიც ხმას უნდა იღებდნენ, გაჩერებულები არიან ფაქტიურად, საუნივერსიტეტო განათლების სისტემა ფაქტიურად დაინგრევა ეხლა მომავალი წლიდან უკვე მიღებები რო შემცირდება და თუ აქამდე უნივერსიტეტები ღებულობდა ვთქვათ 1000 და მაგალითს ვიძახი 1000 და მიიღებს ის 200 ის უნივერსიტეტი 2-3 წელიწადში დაიკეტება და დარჩება შენობები და ამ შენობებს გაყიდიან მერე უცხოელებზე და აი ეს არის ბოლო, აი ეს არის კატასტროფა, ეროვნული კატასტროფა. აი როგორ არ უნდა წამდეს ღმერთის და როგორ არ უნდა კონდეს ელემენტარული შიში, რომ ასეთი ფული კარგ საქმეში, შენი ოჯახის კეთილდღეობაში არავითარ შემთხვევაში არ მოხმარდება. ადრე თუ გვიან ისე მოგაჭერს ეს ფული, რომ შეიძლება იდაყვები დაიკმინო და დაიგლიჯო, ხო?
მე არ მესმის რა ისე ვიმეორებ გიორგი მთაწმინდელის სიტყვებს მე-11 საუკუნეში ქართული მიწაწყლის გამყიდველი ანათემას არის უკვე გადაცემულიო ამათ შიში არა აქვთ ამის ბატონო ვაჟა თორე ესე როგორ შეიძლება ესე არ გიყვარდეს სამშობლო და ამ არ სიყვარულს უწოდებდეს სიყვარულს მე არ ვიცი ეს ძალიან სამწუხაროა რომ ბოლო 30 წელია და ეხლა განსაკუთრებით ეს ბოლო წლებია რომ საქართველოს ყავს ქართველთ მოძულე ხელისუფლებები. ქართველთ მოძულე, აი ვისაც უყარდა მოკლეს და ხო, ნუ ვისაც უყარდა მოკლეს ბატონის ზვიად გამსახურდია და ვისაც უნდოდა ქართული საქართველო ფაქტიურად და ჩვენ ვხედავთ რომ მიდის ქართული სახელმწიფოს მსხრევა და ის ინსტიტუციები როგორიც არის თქვათ მეცნიერებათა აკადემია როგორიც არის საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი მე არ ვამბობ ცალკეულ სასულიერო პირებზე, ბრწყინვალე სასულიერო პირები ყავს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იმ კლიმატს ვერ ქმნის, რომელიც ქვეყანას სჭირდება, რომ ქვეყანა გადარჩეს. დღეს ქვეყანას სჭირდება სასულიერო პირებში ისეთი თავდადებული ხალხი, როგორიც იყო ან გრიგოლ ხანძთელი, ან თევდორე კველთელი, ან გიორგი მთაწმინდელი, რაც ბრძანეთ თქვენ. იმიტომ რომ აქ ზოგადი ქადაგებები, ზოგადი შეგონებები არ გაჭრის. აქ არის ქართველი ერის ყოფნა არ ყოფნაზე საუბარი, იმიტომ რომ ხელისუფლება მაგალითად აი რა ხელისუფლებამ მოგვიწოდა პატრიარქმა რომ ქართულ მიწაწყალს ვინც გაყიდის პატრიარქი არის უძლურებაში სამწუხაროდ თორე პატრიარქი როდესაც იყო კარგად ის ყოველთვის აქტიურად იყო სამოქალაქო ცხოვრებაში ჩაბმული და არ ყოფილა ერის ცხოვრებაში არც ერთი გადამწყვეტი მომენტი რომ მას თავისი სიტყვა არ ეთქვას მე 2008 წელს ვიხსენებ როცა პატრიარქი ცეცხლმოდებულ კალში შევიდა და ჩვენი ბიჭები გამოიყვანა იმ ცხინვალედან და იმ ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ბევრი მომენტები გადაწყვიტა იქ და უკან დაახევინა და რაღაც სოფლებს ნუ ეს კიდე ცალკე საკითხია და სინოდმა აი თქვენ როგორ ფიქრობთ სასტრაფოდ უნდა მოხდეს სინოდის ხდომა მაგრამ როგორც ჩანს იქაც ერთი პირი არ არის და იქაც ძალიან ბევრი გაყიდული და აგენტია. მოდი ნუ ვისაუბრებთ ხა ჩვენ. არა, არ განვიკითხა, მე უბრალოდ გული მტკივა, მე არავის ამითია. მან უნდა გააკეთო საერთო განცხადება, მოწოდება? მე ვფიქრობ, რომ როდესაც ერი კატასტროფის წინაშეა, საეკლესიო პოლიტიკა უნდა იყოს ერის გადარჩენისკენ მიმართული. მე ახლა ვერ გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ თეოლოგიის დოქტორი ვარ, მე ვერ გეტყვით იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, მაგრამ ეს კონკრეტულ ნაბიჯები თვითონ უნდა მოიფიქრონ, იმიტომ ხარ ეპისკოპოსი და იმიტომ ხარ წმინდა სინოდის წევრი, რომ მე ხედავ რომ მე როგორც სამოქალაქო პირი, როგორც რიგითი, არაფერი არც დოქტორი უნდა ამას და არც პოეტი და არაფერი, მე ვხედავ რომ ჩემი სამშობლო იღუპება. ხო? მარტო მე ვხედავ და ქალბატონი ნინო რატიშვილი აი ბატონი ივანე ჩოლოყაშვილი და ეს ადამიანები ხედავენ ამას რომ იღუპება ქვეყანა და სხვები ვერ ხედავენ შეიძლება იცით ეს რომ კატასტროფული ვითარება რო ამის ახმის იმდენად აი სურვილი არ აქვს ჩვენ საზოგადოებას რომ ვერაცნობიერებს რომ მართლაც უდ ვითარებაში ვართ და აი კობახიძეს ეს ყოველდღიური და პაპუაშვილის რაღაცას განცხადებები აკმაყოფილებთ არა აკმაყოფილებთ საზოგადოების პრობლემაც არის რა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საზოგადოების ბრალია და ხალხის ბრალია ხალხი იმსახურებს ეთყობა იმას რა დღეშიც ვართ ეხლა. იმარა საქართველოს არ იმსახურებს. ხო, საქართველოს არ იმსახურებს და მე მოუწოდებდი კიდევ ერთხელ ამ ეთერით ემიგრანტებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში არიან, სხვადასხვა კონტინენტებზე, ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, ეს იქნება ევროპა თუ აზია თუ რა ვიცი, რუსეთი. ჩამოვიდნენ დაბრუნდით საქართველოში. ყველა აი ეს 2 მილიონია თუ 1,5 მილიონი თუ 2 მილიონი ნახევარი დაბრუნდით საქართველოში. ესეთი კრიზისი, როგორც სულიერი, ისე ფიზიკურ დემოგრაფიული, ისე ეკონომიური, საქართველოში არ ყოფილა. არ ყოფილა, მერწმუნეთ რა. იყო, მაგრამ ეხლა არა. იყო გამოსავლები, იყო განსაცდელები, კი ბატონო,
აღა მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ დემოგრაფიული ვითარება როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში რთული იყო, მაგრამ იმ დროს იყო პატარა კახი, ერეკლე მეორე და ბაგრატიონთა დინასტია, რომელიც პატრონობდა ქვეყანას. ასე იყო თუ ისე იყო, პატრონობდა ქვეყანას და ხმლით ხელში იბრძოდა პატარა კახი მედგრად და ვაშკაცურად. მაგრამ ანუ ქართული ხელისუფლება ქართველი ერის მხარში იდგა და ქართველი ერის გვერდში იდგა და მე დღეს ამას ვერ ვხედავ რომ ქართველი ხელისუფალნი ქართველი ერის მხარში დგანან. პირიქით, ყოველი აი თქვენ ჩამოთვალეთ, ყოველი მათი განცხადება არის ხალხის წინამდე მიმართული. აი რო იტყვიან, ყულბს ავიწროებენ და ავიწროებენ, უჭერენ და უჭერენ ხელში რა. მაგრამ ეს თვითონ მათ შეიყვათ, ეს არ არის ჩვენთვის დამამშვიდებელი, მაგრამ აი მე გეუბნებით, ხმამაღლა ვაცხადებ, ეს თვითონ ამ ხელისუფლებას შეიყვა ეს ჩიხში და შეეწირებიან, მაგრამ საქმე ის არის, რომ მე არ ვიცი ვიდან შეეწირება, მე არა ვარ არც რევოლუციის მომხრე და არც მაგრამ მე ვამბობ რომ სანამ ესენი რამე შეეწირებიან, ჩვენ ვიწირებით ქართველი ერი, მისი უდიდებულესობა, ქართველი ერი, რომელიც არის რუსთაველის მშობელი, რომელიც არის მრავალჟამიერის მშობელი, რომელიც არის გრემის და გელათის მშობელი, რომელიც არის ქართული ცეკვის მშობელი, რომელიც არის ვეფხის და მოყმის მშობელი, რომელიც არის აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველას, ილია ჭავჭავაძის, გალაქტიონის მშობელი, ეს ერი იღუპება. გესმით? აი ეს ერი იღუპება, ამაზეა ლაპარაკი და მე ახლა მინდა წეგან მინდოდა უпростоრად როდესაც აი საუბრობდით ირანის ელჩის ამ სამარცხვინო განცხადებაზე, რომ აი 410 წელიწადზე იმისთან ჩვენებთან ერთად, ჩვენ ხელისუფლებასთან ერთად ირანში ჩასული ქართველების ჩასვლასთან დაკავშირებით, როცა პირიქით ხელისუფლებამ უნდა იქით მოსთხოვოს, რომ გენოციდი იყო ქართველებისა, შაჰ-აბასის შემოსევები 1614-1620 წლებში შესანიშნავი პოეტის, ჩემი მეგობრის ლაშა ნადარეიშვილის ასავალ დასავალის ამ ბრწყინვალე რედაქტორის ლექსი მინდა წავიკითხო, რომელიც არის სწორედ აი დიდი მოურავის გახსენებაზე და აი ამ ეს გადაცემაც აი ამ ლექსით დავასრულო, იმიტომ რომ ამ ლექსმა შემძრა კიდევ ერთხელ წავიკითხე ეს ლექსი მე და ეს მინდა რომ ჩვენ ტელემაყურებელსაც გავაგებინო. ეს დიდი ტკივილით შექმნილი ამ შესანიშნავი პოეტის ლექსია დიდი მოურავის გახსენებაზე. ნოსტეს ნისლმა ფრთაგაშალა ტყვარი ტირის გამეტებით ისტორიამ გადამალა მეფენი და სპასპეტები გაუვალი გელის ტევრი სევდიანო მეომარო მამულისთვის ახლა მტერი უნდა დაიმეგობარო მორთმეულან გობითავო ისპაჰანის სასახლენი დედულეთის ტრფობითავო სხვის მამულში დასახლდები მაინც ქართლი გაგონდება შაჰ-აბასის პალატაში ცაზე მთვარე გაგორდება როგორც თავი პაატასი ლოცვით უნდა გაამთელო ბაზალეთის მომდურავო ღმერთმა მისცეს საქართველოს შენზე დიდი მოურავი ღმერთმა ქნას რომ ისევ დაიბადოს ახალი გიორგი სააკაძე საქართველოში ისევ დაიბადონ გმირები რომლებიც ჩვენს მამულს გადაარჩენენ და უფალს შევთხოვ რომ სწორედ საქართველოს მოუვლინოს ისეთი დიდი შვილები როგორიც იყო გიორგი სააკაძე როგორიც იყო დავით აღმაშენებელი როგორიც იყო თამარ მეფე როგორიც იყო ვახტანგ გორგასალი რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა გადარჩეს აღორძინდეს ერი ჩვენი ივერთა ამინ ამისთვის ოჯახებმა უნდა მთლიანობა შეინარჩუნონ ტრადიციები შეინარჩუნონ დანგრეულია ოჯახები ვხედავთ წასულები არიან ხან მამები და დემოგრაფია რა თქმა უნდა დაბრუნდით უცხოეთში წასულო ქართველებო გემუდარებით დაბრუნდით სათქმელად მაგრამ რაკნან რო ვებრუნდები არა უნდა დაბრუნდნენ ამაზე დიდ საქმეს ვერ გააკეთებთ აი ეს არის ხელისუფლების აი სწორედ ხვედრი იმიტომ რომ ამათ გონიათ ხელისუფლება მარტო უფლებებია ხელისუფლება ხვედრია და ვალდებულებებია ხელისუფლებამ ყველა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი რომ ეს ხალხი დაიბრუნოს და საქართველოზე იყოს ღმერთმა უშელოს საქართველოს ამინ ამინ დიდი მადლობა ბატონო ვაჟა დიდი მადლობა რომ გვისმენდით და გვეყურებდით და მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით ნახვამდის